შოუში დღეს კიდევ 3 ცხედარი იპოვეს. მსხვერპლთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის ერთ სტიქიის ეპიცენტრიდან საკმაოდ შორს მდინარე რიონში მიაგნეს. ნაპოვნია ერთ-ერთი დაკარგულის ფრაგმენტიც. რაჭის დამანგრეველი სტიქიიდან მე-9 დღეს ისევ ეძებენ 9 მოქალაქეს. სამძებრო არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა, დაისახლა მდინარე რიონის კალაპოტშიც მიმდინარეობს. წყლის დონემ დაიწერა, სამაშველო ბრიგადებს მუშაობა შედარებით უადვილებს. საძიებო ზონა ამ მომენტისთვის 30 კილომეტრიან პერიმეტრს მოიცავს და მისი კიდევ უფრო გაზრდა იგეგმება. სამძებრო სამუშაოების გაგრძელებას აპირებენ ამბროლაუშიც. მთავარი ზონა კი ეგრეთ წოდებული კოტეჯების ტერიტორია, რომელიც 3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფულმა მასამ მთლიანად მიწასთან გაასწორა. სწორედ ამიტომ ამ ტერიტორიის გაწმენდა საკმაოდ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. რამდენიმე მეტრიან მიწის მასა დამუშავების შემდეგ სპეციალური ტექნიკით მდინარეში იღრება. პირდაპირ ჩართვა სტიქიის ზონიდან თეონა ხუბულავა მუშაობს რაჭაში. თეონა, რა ხდება ამ წუთებში სტიქიის ზონაში და ხომ არ შეცვლილა დღის ბოლოს მონაცემები დაკარგულების შესახებ? ამ ეტაპზე სტატისტიკა ჯერჯერობით არ შეცვლილა, ისევ 24 არის გარდაცვლილი, სამწუხაროდ დღეს საგრძნობლად გაიზარდა გარდაცვლილების სტატისტიკამ და ამ ეტაპზე ელოდებიან დნმ-ის ანალიზის პასუხს 3 ცხედართან დაკავშირებით. როგორც შენ აღნიშნე, ერთ-ერთი ცხედარი არის ძალიან შორს ეპიცენტრიდან ნაპოვნი, დაახლოებით 24 კილომეტრის რადიუსზე, რაც სწორედ იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად არის გაზრდილი უკვე სამძებრო მოქმედებების არეალი და თუ კი აქამდე იყო მნიშვნელოვანი უშუალოდ შოვის ტერიტორია და სოფელ გლოლას ტერიტორია, მიმდებარე ტერიტორია და მდინარე ჭანჭახი, ახლა მაშველებისთვის ასევე მნიშვნელოვანი არის მდინარე რიონი და როგორც აღნიშნე, ხვალ ამბროლაურამდეც კი მივა უკვე ეს არეალი და ხვალ გვეცოდინება სავარაუდოდ უფრო მეტი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, როგორც დღეს ჩვენ განგვიმარტეს არაერთ ბრიფინგზე ასევე. ასევე დღეს გაჩნდა საუბარი იმაზე, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით საქონელიც ემსხვერპლა სტიქიას და შესაბამისად ამან გამოიწვია ვარაუდი და საფრთხე ხომ არ იქნება ეპიდემიის საშიშროება და დღეს აქ რაჭაში იმყოფებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, რომელმაც განმარტა საზოგადოება ერთი მხრივ დაამშვიდა და აღნიშნა, რომ ეპიდემიის საშიშროება ახლა არ არის და განმარტა, რომ საქონლის ლეშის დამარხვა მოხდება ვეტერინარიული წესების შესაბამისად. აქტიურად მიმდინარეობს, იცით თქვენ, როგორც სოცხალი ძალით, ისე მძიმე ტექნიკით, ისე მცურავი საშუალებებით, მდინარეზე ნავებით სამუშაოები. დღის განმავლობაში მოხერხდა 3 ცხედრის ნახვა მდინარის კალაპოტში და გადასვენებულია პროჟექტორაში 3 ცხედარი. გარდა ამისა, ნანახი იქნა ადამიანის ქვედა კიდური ცალკეულად და ესეც ასევე გადატანილია პროჟექტორაში. პირველი ნაპოვნი ცხედარი იყო დაახლოებით 20 კილომეტრის მოშორებით სტიქიის ეპიცენტრიდან. დანარჩენი 2 ცხედარი 2 კილომეტრის მოშორებით იყო დაახლოებით ერთმანეთის გვერდით, ასე ვთქვათ, სადღაც 200 მეტრის რადიუსით. ამ ეტაპზე, ვინაიდან მდინარის დონე დაწეულია, გამოჩნდა ისეთი ადგილები, როგორც მოგახსენეთ, სადაც შესაძლებელი გახდა უკვე ადგილზე გადამოწვება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეხლა გამორიცხული არაფერი არ იყო და არც დღეს არ გამორიცხავ არაფერს. ეს არის სავარაუდოდ პირველივე ძლიერი ტალღის შედეგად წამოღებული ადამიანების ცხედრები და როგორც მოგახსენეთ, ხვალ 54 კილომეტრის სიგრძის პერიმეტრი იქნება გაკონტროლებული. ეს არის ზუსტად ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე მდინარის კალაპოტი მაქსიმალურად გაშლილია და შევისწავლეთ ეს სიტუაცია და ამიტომ ავიღეთ ეს კონკრეტული ლოკაცია ბოლო წერტილად ამ დროისთვის. არის 4 ცხედარი, რომლის დნმ-ის პასუხებსაც ველოდებით ამ დროისთვის. გარდა ამისა, 3 ფრაგმენტია ადამიანის ქვედა კიდურებია ძირითადად, რომლის იდენტიფიცირებაც არ მომხდარა და უნდა ვივარაუდოთ, კიდე არის ეს 3 ადამიანის ან მინიმუმ 2 ადამიანის კიდურები. დიდი ალბათობით მამაკაცი უნდა იყოს 2 ცხედარი და მე-3 ქალი უნდა იყოს. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ამ წუთისთვის არანაირი რისკი და საფრთხე არ არსებობს ეპიდემიის გავრცელების და ამ დაახოცილ ცხოველებთან დაკავშირებით. მათი დაახოცილი ცხოველებიდან დაავადების გავრცელების არანაირი საფრთხე არ არსებობს, ამას ვაცხადებთ პირდაპირ კონკრეტულად. რაც შეეხება დაახოცილი ცხოველების დამარხვას, ჩართული არის ადგილობრივი თვითმმართველობა
მხედველობა, სურსათის ეროვნული სააგენტო უწევს ზედამხედველობას და საჭიროების შემთხვევაში სააგენტო ჩაატარებს სადეზინფექციო სამუშაოებს. ბოლო დღეების თვალსაზრისით მუშაობის ნაწილში იცვლება ის, რომ იზრდება პერიმეტრი, იზრდება სამძებრო მოქმედებების არეალი, თუმცა არ იცვლება მაშველების, სამხედროების და მძიმე ტექნიკის რაოდენობა. ისევ 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მაშველები და სამხედროები მუშაობას. დღეს ასევე იცით, რომ გამოიტანეს უკვე დამეწყრული ზონიდან ავტომობილები, ის ავტომობილები, რომლებიც უკვე სტიქიის ეპიცენტრში იყო ჩარჩენილი და ასევე სამძებრო მუშაობის დაწყების დღიდან ადგილზე იმყოფებიან წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან ფსიქოსოციალურ დახმარებას უწევენ ოჯახებს, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას, მაშველებს, სამხედროებს. ყველაფერი დღევანდელი დღის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს რეპორტაჟში. სტიქიის ზონაში სამაშველო სამძებრო ღონისძიებები მე-9 დღეა აქტიურად მიმდინარეობს. შოვის ტრაგედიის ეპიცენტრიდან დღეს დაახლოებით 20 კილომეტრის მოშორებით რიონის კალაპოტში კიდევ 3 გარდაცვლილი იპოვნეს. ასევე აღმოჩენილია სხეულის ფრაგმენტი. ხვალდილიდან სამძებრო სამუშაოების არეალი 30 კილომეტრიდან უკვე 52 კილომეტრიან პერიმეტრამდე გაიზრდება. მდინარის კალაპოტის მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და შველაძიების სამუშაოების დასრულებამდე გაგრძელდება. დამატებულ ლოკაციებს ესე ვთქვათ, წინ უცლებს უკვე დამატებული ტექნიკა იმდაგვარად, რომ აბსოლუტურად ყველა ლოკაციაზე შესაბამისი მობილიზაცია არის და დღეის მდგომარეობით მხოლოდ მძიმე ტექნიკა არის 103 ერთეული, რომელიც კვლავ-და-კვლავ, რა თქმა უნდა, მაშველების ზედამხედველობით ახორციელებს შველაძიების სამუშაოებს. ძალიან ინტენსიური სამუშაოები არის კოტეჯების არეალში, ისევე როგორც ზედა პერიმეტრში, ქვემოდანაც დავიწყეთ შესაბამისი, აი ზუსტად ეს არის ის ახალი ლოკაცია, რომელიც საკმაოდ დიდი მასივი არის და ეს არის ის ახალი ლოკაცია, სადაც შველაძიება დაწყებულია უკვე. ცოცხალ ძალასთან ერთად მძიმე ტექნიკა, მათ შორის ბულდოზერები, ექსკავატორები და გრეიდერები 10 ლოკაციაზე მუშაობს. მდინარის შქარი დინებისა და სხვა ბუნებრივი ხელისშემშელი გარემოებების გამო კონკრეტულ ლოკაციებზე მდინარის კალაპოტში ფეხით გადაადგილება შეუძლებელია, რის გამოც ნავების ჩართვის საჭიროება დადგა. ნავების საშუალებით მივდივართ იმ ეგრეთ წოდებულ კუნძულებზე და მდინარის მარცხენა სანაპიროზე, რაც ფაქტიურად კლდის ძირში მოზრაობს მდინარე და ფეხით იქ მიუდგომელია. ეგრეთ წოდებული შოვის კოტეჯების მარჯვენა მხარეს აგრძელებენ სამაშველო სამძებრო სამუშაოებს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები. ისინი გეგმით განსაზღვრულ ლოკაციებზე შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად საძიებო მოქმედებებში არიან ჩართული. წინასწარ გეგმით განსაზღვრულ ლოკაციებზე მიმდინარეობს უშუალოდ მუშაობა, რაც აღსანიშნავი არის. დღეს დაემატა კიდე კოტეჯების მარჯვენა მხარეს ერთი ლოკაცია, სადაც აქტიურად ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები. როგორც ხედავთ, მიზიდული არის სხვადასხვა მძიმე ტექნიკა, რომელიც ხელს უწყობს, ესე რომ ვთქვათ, ჯარისკაცებისა და სამაშველო ჯგუფების ეფექტურად მუშაობაში. დამეწყრილ ტერიტორიაზე ალტერნატიული გზის მიყვანის შედეგად სტიქიის ზონიდან როგორც გუშინ, ასევე დღეს კიდევ 10 ერთეული ავტომობილის გამოყვანა გახდა შესაძლებელი. ადგილზე რჩება 5 ავტომანქანა, რომელთა გაყვანა მფლობელთა გამოცხადებისთანავე მოხდება. კურორტ შოვიდან 4 აგვისტოს უვნებლად ვერტმფრენით მოხერხდა ქალაქ რუსთავის სკოლა რეცას მოსწავლეების ევაკუაცია, რომელთა ნაწილი სტიქიის დროს ბანაკში, ნაწილი კი სალაშქროდ იმყოფებოდა. დღეს კი ტერიტორიიდან მათი ავტომობილების გაყვანა გახდა შესაძლებელი. მაშველებმა ივაშკაცეს და ესაზღვრება ძალიან, მაგრამ ორივე ბავშვები ნაწილი იმ ღამესვე გადმოიყვანეს ვერტმფრენიდან, მეორე ნაწილი მეორე დილან მოკლედ მეორე დღეს სკოლა რუსთავში იყო. აგერ მუნიციპალიტეტის ძალიან მაგარი დაგოსმარა და რავი დღესაც ცოტა წვალებით და გამოგვიყვანეს წინ მოკვებოდა გვიტკეპნიდან გზას სკავატო. სტიქიის ზონაში მე-9 დღეა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მუშაობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მოხალისეების მობილიზება მოხდა. წითელი ჯვარი ორგანიზებას უწევს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მოტანილი დახმარების საჭიროებისამებრ განაწილებას. საზოგადოების სპეციალისტები ფსიქოსოციალურ დახმარებას უწევენ სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებს. გასცემენ საჭირო რეკომენდაციებს ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით. საკვების მომარაგებასთან დაკავშირებით
იქ შემიძლია მცირე განცხადებასავით გავაკეთო მალფუჭებადი საჭმელები ძალიან გთხოვთ შევიკავოთ თავი, იმიტომ რომ აქ არის მაღალი ტემპერატურა, შენახვის პირობები არ არის შესაბამისი, ამაზე ჩვენ გვაქვს საუბარი, პირველად ინდივიდუალურადაც ვეუბნებით ამას და შესაბამისად ყველას მოაქვს ის, რასაც ჩვენ ვეუბნებით, ანუ რაც რისი საჭიროებაც არის, იმიტომ რომ იმის მოტანა რისი საჭიროებაც არ არის, ეს დამატებით ლოჯისტიკურ საკითხებს გვითქმის ჩვენ. კურორტ შოუში მომხდარი სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპული იმ მოქალაქეების სამოქალაქო პანაშვიდი, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში იყვნენ რეგისტრირებული და რომელთა პოვნა და იდენტიფიცირება უკვე მოხდა, დღეიდან ონში მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში და ონის კულტურის სახლში გაიმართება. სამოქალაქო პანაშვიდები დღეს დაიწყება, ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ადგილობრივ ხელისუფლებას, მუნიციპალიტეტის მერიას, მერის წარმომადგენლებს, მოქალაქეების, გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებთან. რაც შეეხება გარდაცვლილი მოქალაქეების, ასე ვთქვათ, გადმოსვენების და დაკრძალვის ხარჯებს უზრუნველყოფს ონის მუნიციპალიტეტის მერია. საძიებო ღონისძიებები სტიქიის ზონაში გრძელდება. სამუშაოებში ჩართულნი არიან როგორც პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები, ისე კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა. ასევე სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს ძალები და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.